მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში ჩვენ ბათუმში ვართ საკონსტიტუციო სასამართლოსთან სადაც მოქალაქეები ისე ვიკრიბებიან და გამოხატავენ პროტესტს იმ რეალობის გამო რომელიც არის შექმნილი ქვეყანაში როცა ივანიშვილის დაჯგუფება ივანიშვილის მთავრობა ცდილობს რომ ქვეყანაში დაამყაროს დიქტატურა და მოახდინოს კონსოლიდირება ამ ავტორიტარიზმის და თქვენ იცით რომ შეჩერებულია გზა ევროპისკენ, სწორედ ეს აღმოჩნდა მთავარი იმპულსი და მთავარი გადაწყვეტილება, რის გამოც დღემდე გრძელდება პროევროპული წინააღმდეგობა და პროტესტი. არაერთი ფორმით და კანონით ცდილობს ივანიშვილის პარლამენტი, ანტიკონსტიტუციური პარლამენტი, რომ ჩაახშოს ქვეყანაში პროტესტი, მათ შორის ტროტუარზეც კი პროტესტის გამოხატვა და აქციის მოწყობა აკრძალოს ფაქტობრივად, თუმცა მოქალაქეები მაინც შეუპოვრად დგანან ქუჩაში და გამოხატავენ პროტესტს იმის გამო, რომ არსებობენ პოლიტიკური პატიმრები ამ ქვეყანაში. აქ თქვენ ხედავთ ასევე დროშას, საქართველოს და ევროკავშირის დროშას, რომელსაც ჩნდებოდა ამ აქციებზე ყოველთვის ბათუმში ზურაბ ჭავჭანიძე, დღეს ის პოლიტიკური პატიმარია და არის ციხეში, ის განაგრძობს შიმშილობას. ასევე პოლიტიკური პატიმარია პირველი ქალი ჟურნალისტი, პოლიტიკური პატიმარი, ვინც გახდა მზიამოღლობელი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მას რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტში ევროპარლამენტმა გადასცა ევროკავშირის უმაღლესი ჯილდო სახაროვის პრემია. კიდევ ერთ პოლიტიკურ პატიმარმა ზურაბ გირჩ-ჯაფარიძემ დღეს დატოვა საპატიმრო დაწესებულება. მესօრედ ამ ბოლო სიახლეებზე მინდა ველაპარაკო ბათუმის ქუჩაში დღესაც გამოსულ მოქალაქეებს პროტესტით და მათ შორის მინდა ვკითხო ბოლო ანგარიშის შესახებ, რომლის მიხედვით საქართველოს მოქალაქეებს შეიძლება შეუწყდეთ უვიზოდ სარგებლობის უვიზო რეჟიმი. მე გაგაცნობ ამ სიახლეს მოკლედ და შემდეგ ასე ვკითხავ მოქალაქეებს, რომ გავიგო მათი პოზიციები ამ ბოლო სიახლეებთან დაკავშირებით. ევროკომისიამ გამოაქვეყნა ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის მერვე ანგარიში, რომლის თანახმადაც საქართველომ არ შეასრულა თითქმის არც ერთი რეკომენდაცია და შესაძლოა სრულად დაკარგოს უვიზო მიმოსვლა. გიგითხავთ ციტატას, ყველაზე სერიოზული შემთხვევა საქართველოს ეხება, რომელმაც დაარღვია ვიზა ლიბერალიზაციის დიალოგის ფარგლებში ნაკისრი მრავალი ვალდებულება. თითქმის არც ერთი რეკომენდაცია არ შეასრულა ვიზების შეჩერების მექანიზმის მე-7 ანგარიშიდან და მიუხედავად გასული წლების განმავლობაში გაკეთებული არაერთი მოწოდებისა მიეღწია წინსვლისთვის ავიზო პოლიტიკის დაახლოების და კორუფციის პრევენციის საკითხებში 2024-2025 წლებში კიდევ უფრო დიდი უკუსვა განიცადა, მათ შორის ფუნდამენტური უფლებების და თავისუფლებების დაცვის მიმართულებით ნათქვამია ანგარიში. კომისია ასკვნს, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი უკუსვა განიცადა მმართველობის და კანონის უზენაესობის იმ ძირითადი კრიტერიუმებთან მიმართებით, რომლებიც საფუძვლად დაედო უვიზო მიმოსვლის მინიჭებას. ანალოგიურად საქართველომ უკუსვა განიცადა სავიზო პოლიტიკის დაახლოების და კორუფციასთან ბრძოლის სფეროებშიც. ასე რომ შესაძლებელია რამდენიმე დღეში საქართველომ სრულად დაკარგოს უვიზო სტატუსი. მე სწორედ აი ამ სიახლის შეფასება მინდა ვთხოვო ბათუმის აქციაზე, ბათუმში სასამართლოსთან გამოსულ მოქალაქეებს. შევთა მოგესალმებით საღამოშობისა, მინდა რომ გაგესაუბროთ. ბოლო სიახლეა, რომ საქართველომ შესაძლოა დაკარგოს სრულად უვიზო სტატუსს, ასეთი ვიზა ლიბერალიზაციის შესახებ ბოლო ანგარიში, რაც გამოაქვეყნა დღეს ევროკომისიამ. რა შანსის დაკარგვა საქართველოს? თქვენთვის რა არის ეს? პრინციპში ამის მოლოდინი თუ ამის საშიშროება დიდი ხანი არის, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ ჩაეხსნება ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურებს. არ ვიცი, მგონი შევქცევათ შედეგს მივიღებთ, ყოველ შემთხვევაში ძალიან ბევრი წელი დავჭირდება იმ მდგომარეობაში დასაბრუნებლად, როგორც იყო თქვა 1 წლისი. ამას გულისხმობ იმ შემთხვევაში, როცა ქართულ ოცნებას გაუშვებთ. იქ სადაც ეკადრება, აი ამის შემდეგ დავჭირდება ძალიან დიდი სამუშაო, იმიტომ რომ შეიძლება ვინმეს ეჩვენება, რომ როგორც კი ქართული ოცნება გაგაწავა, თუ გაუშვებთ, რომ ეგრევე რაღაცა
გზის მდინარეების დენა დაიწყებს ქვეყანაში ცხადი ეს ასე არ არის და ჩვენ ძალიან ბევრი მონოპოვარი რაც მონოპოვარი ნაბიჯ და წლების განმავლობაში ამ ყველაფერს ახლა ვკარგავთ და ვამსწრებთ ხო ქართული ოცნების რეჟიმის პირობებში ხო არა ეს არის ვიცი ალბათ საქართველოს ისტორიაში ყოველ შემთხვევაში ბოლო საუკუნეებში კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭა არის ჩვენი ისტორიული შანსის ხელახლა დაბრუნების შანსი ორჯერ მაგრამ იმის შემდეგ შუა საუკუნეების შემდეგ რაც თქვა კონსტანტინოპოლი დაეცა ეს არის რაღაცა ამისი ტოლფასი ფაქტი ანუ რაღაცა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გლობალური ისტორიული მნიშვნელობა აქვს როგორც თქვა თავისი პოლიტიკური თვალსაზრისით ასევე რაღაც ისტორიული რა ქვია ძალიან ბევრი ციფრების და თარიღების გათვალისწინებით ანუ უკიდურესად მნიშვნელოვანი ფაქტია იმიტომ რომ ჩვენ ჩავიხსენით ძალიან ბევრი მიზეზის გამო და განსაკუთრებით თქვა რუსეთის გეორგიევსკის ტრაქტატით მერე რუსული ოკუპაციის და შემდეგ ჩავხსენით ევროპულ გზას ევროპას იმიტომ რომ ჩვენ ამ ევროპის სრულუფლებიანი ნაწილი ვიყავით არა თქვათ რაღაცა ევროპის ვესტრაფოდით რაღაცა აბრეშუმის გზა გადიოდა ქართული მეცნიერება ხუროთმოძღვრება ისტორიოგრაფია რაღაც იყო ევროპული, არამედ ევროპის სრულფასოვანი ნაწილი ვიყავით. ახლა თქვათ ჩვენ კი არ ვფიქრობთ იმას, რომ რაღაც ევროპის ნაწილი გავხდეთ, არამედ ჩვენ ვლამოთ ყოველ შემთხვევაში ის ადამიანები, ვინც ოპოზიციაზე იზიარებს და მგონი რომ ეგ არის საღი პოზიცია, რომ დავბრუნდეთ ჩვენს ისტორიულ სამშობლოში. არა მხოლოდ რაღაც გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, არამედ მხოლოდ ის რომ კარგი სიმღერა, კარგი კინო არის, კანონებს ღებულობენ და კანონი არის დაცული, არამედ იმიტომ რომ ეს არის ხსნა დღევანდელ მოცემულობაში, როცა განგებამ მოგვანიჭა ის უბედურება, რომ ვართ ამ რაღაცა საშინელი ის რა ქვია იმპერიის მეზობელი ეგ არის ერთადერთი ხსნა, ერთადერთი გამოსავალი სხვა ამის გარდა არ არსებობს და დღეს კიდე რაღაცა საშინელებების გამო რომ ის თავარი აქტორი სწორედ ეს რუსეთის იმპერია არის, ჩვენ მოგვეცა ეს შანსი რომ რაღაცნაირად თუ არ გავწევრიანდეთ მაქსიმალურად აუახლოვდეთ ამ ევროპას როგორც მცნებას, არა ვთქვათ როგორც გეოგრაფიას, არამედ როგორც კულტურას, როგორც კანონის უზენაესობას, როგორც სამართლიანობას, როგორც ღირსებას, როგორც ქრისტიანობას ყველაფერში თავი დავანებოთ, იმიტომ რომ თუ ვთქვათ ქართული ოცნება რაღაც ტრადიციებით, ქრისტიანობით და რაღაცებით манипуლირებს, თუ კი სადმე მოხდა ეს რეალურად მისი ვთქვათ განიფთება, განსხეულება ადამიანებს რეკომენდებლობაში პირველ რიგში ეგ არის ევროპა და თუ კი ვთქვათ რაღაცა ეს ქრისტიანობა მართლა უნდა ვიღაცებს მოხდიან, ისინი პირველ რიგში უნდა ისწრაფოდნენ ამ დაპყრობის დაცვის და გადარჩენის გზაც ასევე არის მგონი ევროპა, ხო? თუ შეგვიძლია რომ შევიდეთ. ევროპა არის ხსნა. შეგვიძლია რომ აი პირდაპირ წოლობის ნიშანი დავდოთ. ანუ ხედავთ თქვენ პირდაპირ რომ ეს უდრის სახელმწიფოებრიობას, ანუ ჩვენ დავკარგოთ სახელმწიფოებრიობას და ეროვნულ იდენტობას, თუ კი ამ გზას დავშორდებით. ძალიან ახლოს ვართ, რომ აი საქართველოს უბრალოდ არ მინდა ამ სიტყვების თქმა, რომ რაღაცა ჩემი ბაგეთაგან ეს სიტყვები არ მინდა ამოვიდეს, თორემ ჩვენ ძალიან ახლოს ვართ იმასთან, რომ ყველაფერი გაცილებით უარესად იყოს, ვიდრე ახლა რა ეტაპზეა ახლა ივანიშვილის რეჟიმი თქვენ დაკვირვებით, როცა უკვე კრძალავენ კიდევაც და ცდილობენ პროტესტი გააუქმონ სრულად და ტროტუარზეც კი მოქალაქეების პროტესტი შეზღუდონ. ეს რას აჩვენებს თქვენთვის? რა ეტაპზე ივანიშვილის დაჯგუფება? მე ძალიან მახსენებს ეს პერიოდი ასლან აბაშიძის ბოლო პერიოდს, იმიტომ რომ არ ვიცი ახლა შენ ამდენად გახსოვს ჩემზე გაცილებით ახალგაზრდა ხარ. ასლან აბაშიძის ბოლო პერიოდი ყველაფერი აკრძალული იყო, აი ქუჩაში გამოსვლა ნიშნავდა რომ მიგასიკვდილებდნენ, სიტყვის ამოღებაც რაღაცა ყველაფერს ამას ნიშნავდა და თუ კი ვთქვათ ეს ასლან აბაშიძის პირადი ბრძანება არ იყო, იმდენად გაჯერებული იყო სისტემა პატარ-პატარა ასლან აბაშიძეებით, რომ ეს ავტომატურად ამას ნიშნავდა ასლან აბაშიძე ვერსი გაიგებდა შეიძლება ისეთი რაღაცა საშინლად გახსოვებოდნენ და ასლან აბაშიძემ რა ქნა ეს მინდა გაგახსენო, თუ არ გახსოვს ანუ ვისაც არ ახსოვს რომ ბოლო თუ აი რაღაცა ამ ბოლო პერიოდი გოგებაშვილის ქუჩის, ანუ იმ ქუჩაზე,
სადაც ასლანაბაშიძე ცხოვრობდა. გოგებაშვილის ქუჩის ყველა კვეთა, ყველა კვარტალი, ანუ ეს ქუჩები ვიცით, რომ ბოლო პირველი ქუჩა არის ქალაქის ეს გოგებაშვილი, ყველა ქუჩა იყო ბეტონით ჩაკეტილი, ბეტონის დიდი ბლოკებით და იმის ნოცხადია იქ მანქანები ვეღარ დადიოდნენ, მაგრამ ადამიანებს როგორ შეუშვიდი ხელს და ტროტუარებზე, აი შუაგულ ტროტუარებზე გოგებაშვილის ქუჩაზე დარგო პალმები. ანუ აი რაღაც როგორ გავიოთ იქ მარტივად მოქალაქე. ალმა ბოლო ხო ვერ შეგიშლის ხე, მაგრამ აი მაქსიმალურად რომ შეეზღუდა მისმა გონებამ ამაზე უარესი ვერაფერი ვერ მოიფიქრა. რომ მანქანებს ადამიანს სულიერს მის ახლომახლო არ გაეჭაჭანა. ეს ყველაფერი ძალიან ეს თვითონ ცხოვრობდა, ხო, იმ ტერიტორიაზე. თვითონ ცხოვრობდა, ალბათ არ ვიცი, როგორც ამოვე, ძალიან ბევრი სახი და ადგილი ქონდა, სადაც ეჩებოდა. როგორც ხდება ხოლმე ამაზე თავს ვერ დავდებ, ეს კვარტალი ალბათ გახსოვს საერთოდ, იმიტომ გაქრა, რომ აქ იყო მისი რეზიდენცია და ეს მთელი კვარტალი თავისი უნიკალური განაშენიანებით და სახლებით ყველაფერი დაანგრია. ასევე გახსოვს, რომ დაანგრია ხიდები და აფეთქა ნუ ჩოლოქის ხიდი. არა, აქვე, კი არა აფეთქა, ჩვენი აი ქალაქის შემოსასვლელი ხიდი, სწორედ ამ შიშების გამო. ბულვარში, იმიტომ რომ კორტებზე როგორც ამოვიდა დიდ დროს ატარებდა და ბულვარი გაჩეხა საუკუნის დროს საუკუნე რო დაჭირდა ისეთი ზომის ბუჩქები გაჩეხა, იმიტომ რომ ბუჩქებში ვიღაცა არ დამალული ყალბა და არ ესროლა თუ არ გადმომხდარიყო და შეეშენებინა ასლანაბაში და არ ვიცი, აი სულ რამდენიმე წელია რომ იმ ნიშნს მიაღწია იმ ამ შიშებს გაგონებ თქვენ და რამდენიმე დღის წინ მიღებული კანონები პროტესტის წინააღმდეგ. რისი უფლება მაქვს მე თქვა ვემორჩილები იმის რა ქვია ქოცევის კანონს ხო? აი რისი უფლება მაქვს? ქუჩაში დგომის უფლება მაქვს თუ არ მაქვს? ტროტუარზე მაქვს თუ არ? აი გავიარო გეუბნები რომ ნებართვა გჭირდება შინაგან საქმეთა სამინისტროსიო. ხო იქ ნახე ჩვენ ორი დღეს მივიდა პოლიციის მაღალჩინოსანი. აი ახლა გავარ ჩემს ქალაქსა და თელი ცხოვრება აქ მისწორია. აქ რომ დავდგე ახლა ვინმეს ნებართვა რატო უნდა მოგწო? ან ის რატო ადამიანი რატო უნდა ჩავთვალო ამის ღირსად რომ ვინმეს ამისი ჩემი არსებობისთვის ნებართვა მოგწო? ან იმან რატო უნდა ჩათვალოს თავისთავად რომ მე ამ შოთა გუჯაბძის ამის ნებართვა უნდა მიცე? ის ხო თავისთავად რაღაცა საკუთარი სირეგუნის აღიარება არ არის იმ შემთხვევაში და ჩემი მხრიდანაც კი რომ მე ამისი ნებართვა მოვითხოვო რა. აი პირბადი უნდა გავიკეთო, სავალდებულო არ უნდა გავიკეთო, ვის უნდა, არ ვის უნდა, აი თვითონაც გახლართული არიან თავი. მაგრამ თქვენი აზრით, ამით სუსტება და რაღაც ასუსტებისკენ მიდის ივანიშვილის რეჟიმი, თუ პირიქით ეს ამყარებს თავის დიქტატურას და წესებს? არ ამყარებს, ვიცით რომ ეგ არის, შეიძლება ეს დიდხანს გაგრძელდეს, დიდი ხანი გაგრძელდებოდა, კიდევ დიდხანს გაგრძელებს ეს რაღაცა სიკვდილის წინ აგონია, მაგრამ აი ეს ყველა ნებისმიერი თავისი სულელური კანონი ეს ნიშნავს რომ მაგრა ეს არის აღიზიანებს ეს ყველაფერი ივანიშვილს. აქ არის ივანიშვილი ეთიკასი და ის რაღაცა კობახიძეები და ჩუჩუჩა და ჟუკულა ბავშვები არაფერ შუაში არიან ჩვეულებრივი კიდურები იმისი ივანიშვილს და ივანიშვილი კიდე რომ პუტინის კიდურია ესეც რომელსაც ძალიან კარგად ხედავ. ეს რომ ძალიან აღიზიანებს ბოლო-ბოლო გადაწყდა რომ ვიღაცამ ეს კანონი გამოიცით, ეს კანონი დაწერა და ვიღაცამ ხელი მოაწერეს რომ ადამიანის ტროტუარზე დგომა იყოს აკრძალული, ეს იმას ნიშნავს რომ იქ არის სრული საგიჟი. იქ რაღაც რაც ხდება, ალბათ არის მაქსიმალურად დახშული არის და ხანდახან ძნელად თუ რაიმე ინფორმაცია გამოაქვს, მაგრამ იქ არის რომ ალბათ რაღაცა ხდება, არ ვიცი რომ ის აღწერა რეზო ჭეიშვილსაც ალბათ გაუჭერდებოდა რომ დაენახა რა ხდება ალბათ შიგნით, რომ ალბათ არ ვიცი სიგიჟის და სირეგუნის არნახული მასშტაბები და ეს სწორედ ამათი დამსახურებაა რა. ჩვენ შეიძლება აი ხანდახან ეს ფიქრიც მაქვს რომ ჩვენ შეიძლება იმდენად ვერ ვაზიანებდეთ სისტემას, რამდენადაც საკუთარი სირეგნით აზიანებენ მას რა ქვია საკუთარ თავს იმდენად სულელურ კანონებს ღებულობენ და მე კიდე ვიღაცებს ამის აღსრულებას ავალებენ, რომელიც რეალურად მართლა შეუძლებელია. სად გადის იმის ზღვარი, მე ვდგავარ აქ სეირნო აპროტესტებ. ახლა წეგან უყურებდით, იმდენად ზღუდავდა პოლიციელები ჯგუფი იდგა გადაღმოხარეს, ხო? იმდენად ზღუდავდა ხალხი გადიოდა იმის რა ქვია, ქუჩით დადიოდა რა. ისინი არიან მე თუ მკითხავ ამ კანონის დამრღვევები, ისა ეხლა თვითონ სწორედ რომ სულელური კანონი არის და იმითო განათო. როგორ უნდა გავარჩიო ახლა მე გულში რა მაქვს? აი აბსოლუტურად არ ვიცი მართლა რეზო ჭეიშვილის ისა მიჭირდება ამ ყველაფრის აღწერას. რატომ არის ხა მნიშვნელოვანი პროტესტის გამოხატვა ისე, ხო? ხშირად გვესმის ესეთი მოსაზრებები, რომ აი რა აზრი აქვს, მაინც ყველაფერი არ იცვლება, წელიწადზე მეტია გრძელდება ეს პროტესტი, რომ ეს არ არის საკმარისი ძალა, ოპოზიცია არ გვივარგა, ლიდერები არ ყავს და ესე შემდეგ, ხო? თქვენ რა შეტყობთ თანამოქალაქეებს? რატომ არის მნიშვნელოვანი პროტესტის გამო? ყველა პუნქტი არის სწორი, იმიტომ რომ არც ხელისუფლება გვივარგა, არც პოზიცია, ყოველ შემთხვევაში უკეთეს ვიმსახურებთ ოპოზიციას გულისხმობ და ხელისუფლების გარო არაფერი არ გამოვა და არასოდეს ამ ვოროტი
ხერო კეთილ ნაყოფს არ გამოიღებს როგორც სახარებაში არის ალბათ ყველაზე კარგი მაგალითი არის სწორედ ეს ქართული ოცნება და პროტესტი არის პროტესტი როგორი რაღაცა არის ხო აი მე გავაპროტესტებ მე ავდგები და პარასკევს რაღაცას ვიზამ ხო პროტესტი არის შენი არსებობის ფორმა იმდენად რამდენადაც ხელისუფლება შენს როგორც მოქალაქეს ზღუდავს შენს კონსტიტუციურ უფლებებში და შენს უბრალოდ არსებობის უფლებებში უბრალოდ შენი არსებობა არის პროტესტი ავტომატურად ადამიანი რომელიც სიმართლეს ამბობს აღმოჩნდება რომ არის პროტესტანტი ადამიანი რომელიც კანონს იცავს არის პროტესტანტი ადამიანი რომელიც რაღაც სამართლიანად ითხოვს არის პროტესტანტი მღვდელი რომელიც ცხოვრობს არ ვიცი ახლა ზუსტად მაგაში ციხრმებში ვერ ჩავალ მაგრამ მგონი რომ რაღაც სამართლიანად ამბობს თავისი საფრთხე წერილში აწერილი რაღაცას იმას აღასრულებს აღმოჩნდა რომ არის დამნაშავე და რავი შეიძლება ხარ დაუხრეტიათ როგორც 30-იანებში აკეთებდნენ დოლმოქმედება რო შეუჩერეს ხო აი რაც კი შეიძლებოდა ყველანაირად შეზღუდეს მხოლოდ იმის გამო რომ ადამიანი ამბობს სიმართლეს ყოველ შემთხვევაში მე რასაც მესმის და რაც ვიცი არც ვიცნობდი ამ ადამიანის არსებობის შესახებ მათვე შეუწყეს ხელი მათივე საწინააღმდეგო ადამიანის პროტესტად ქცევას ხანდახან ზია სასამართლოზე ხედავდი ადამიანს რომელიც მე აღმოჩნდა რომ სწორედ ის ადამიანია თორე ამის არსებობის შესახებაც არის თუნდაც მე ერთმა კონკრეტულმა ადამიანმა იმიტომ გავიდი ამის შესახებ რომ სისტემა აღმოჩნდა მის წინააღმდეგ და არა თვითონ თორე როგორც აღმოჩნდა თვითონ არც არასოდეს ამაზე არ გაჩერებულა თუ არ ვიცი ახლა რამდენად აქტიურად იყო მისი ალბათ ამის დროც არის რომ ამ ადამიანის შესახებ რომელიც ერთადერთი თუ არა ერთ-ერთი ადამიანი არის ხმამაღლა იღებს ამ ანკერების და უბედურების წინააღმდეგ ხმას. ხო არა იმის ხმა მინდოდა რომ ადამიანი თუ კი ასრულებს მასწავლია თავის ქრისტიანულ ვალდებულებას აღმოჩნდა რომ არის რაღაცა მწვალებელი თუ რაღაცა განკვეთილი მოქალაქე რომელიც თავის სამოქალაქო უფლებებს იცავს პროტესტანტი არის. არადა მე მგონია რომ მე ახლა რასაც ვაკეთებ და არის სკოლის მერხიდან მგონია რომ რაღაცა ჩემ რიგით ვალდებულებას ჩემ რიგით მოქალაქეური უფლებებს ვიცავ და ვარ რაღაცა სამოქალაქო აქტივისტი პროტესტანტი და ასე შემდეგ. სისტემა როცა არ სისტემა როცა ხდება სისტემა და რა თქვა ხელისუფლება ყოველთვის ადამიანებს გამოყოფს ხოლმე საზოგადოებიდან რომელსაც უწოდებს მე პროტესტანტს იყო თქვა 80-იან წლებში უწოდებდნენ დისიდენტებს არაფორმალებს რაღაცა თვითონ რომ ეთქობა რაღაც საშინელ სახელებს უწოდებდნენ და ეს სახელწოდებები ყოველთვის იცვლება მაგრამ შინაარსი ძირითადად რჩება ის რომ ადამიანს არ უნდა ისე ცხოვრება როგორც თავაზობს თავისი სახელმწიფო ეს ადამიანები ხშირ შემთხვევაში იმარჯვებენ ხშირ შემთხვევაში ვერ იმარჯვებენ მაგრამ სამყარო რო დღეს არსებობდა თუნდაც ჩვენი ქვეყანა რო დღეს არსებობს ეს იმას ნიშნავს რომ უფრო მეტად ვიმარჯვებთ ვიდრე ვმარცხდები და მე დარწმუნებული ვარ რომ ეს სწორედ ის შემთხვევა იქნება როცა გავიმარჯვებ. დიდი მადლობა. ესეთა გუჯებიც იყო თქვენ მოსმენთ თაცმელების პირდაპირ ეთერში მოქალაქეები ისევ დგან ქუჩაში ისევ საკონსტიტუციო სასამართლოსთან და მე მათ ვეკითხები ბოლო პოლიტიკური პროცესთან დაკავშირებით მათ შორის იმაზე რომ შეიძლება უზო რეჟიმი საქართველოს გაუქმდეს ასევე პოლიტიკურმა ლიდერმა ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ გირჩ-ჯაფარიძემ დღეს დატოვა საპატიმრო დაწესებულება პროტესტი გრძელდება ქვეყანაში იმის მიუხედავად რომ რეპრესიულ კანონზე იღებს ოცნების პარლამენტი მაგრამ ამის მიუხედავად მოქალაქეები მაინც გამოხატავენ პროტესტს და ამბობენ რომ ისინი ვერ გაჩუმდებიან და ვერ გაჩერდებიან მაშინ როცა ქვეყანაში მყარდება დიქტატურა და მაშინ როცა ქვეყანას ხავს ამდენი პოლიტიკური პატიმარი ამდენი სინდისის პატიმარი. მოდი ლალიანთიძეს გავესაუბრები აღმოჩნდებისა ქაბადონ ლალი ბოდიში გაჭყოდინემ საუბარს და პირდაპირ ეთერში ვარ. პოლიტიკური ლიდერებთან დამოკიდებულებაზე მინდა გითხოთ თქვენი აზრით რა ტაქტიკა აქვს ახლა ივანიშვილს პოლიტიკოსებთან აი ზურაბ გირჩ-ჯაფარიძემ დატოვა დღეს საპატიმრო დაწესებულება თქვენ ადრე იყავით კიდევაც ამ პოლიტიკურ პარტიაში ხო გირჩში თუმცა მათ ვიდრე დატოვებდნენ ციხეს მანამდე წარუდგინეს ახალი ბრალდება ხო რომელიც შეეხებოდა რაღაცა მტრულად განწყობილ სახელმწიფოებთან თანამშრომლობას და საბოტაჟს მაგრამ აკვედი ონისების შეფარდება მეორე საქმეზე გადაიდო ორი თვით რა ტაქტიკაა ეს ივანიშვილის მხრიდან და ეხლა რა უნდა გააკეთონ ლიდერებმა პოლიტიკურმა ლიდერებმა თქვენი აზრით
მართალი გითხრათ, არა მაქვს მაგ კითხვებზე პასუხი, იმიტომ რომ იცით რა იმდენად დამღლელია ეს ყველაფერი და ამის გათვლები რო იქ რა ტექსტი და მე მგონია რომ ყველაზე კარგი არის ამ სიტუაციაში ადამიანები რომლებიც ადამიანები უნდა იყოს მოწრფელები პოლიტიკოსი იქნება თუ არა პოლიტიკოსი თუ ჩვეულებრივი მოქალაქე აი ეს ორმაგი ცნობიერება და ეს ორმაგი სტანდარტი რაც ჩვენ გვახასიათებს ანუ რეალ პარამეტრებს ლაპარაკობენ თქვა და შინაურულად ისე და ობიექტონებში სხვა რაღაცებს თქვენი საბჭოური გავლენაა ეს ხო საბჭოთა აზროვნების ესეთი კარგი სკოლა გამოგვატარა მაგისი რომ რა უნდა ვიფიქროთ დღემდე ძალიან ძლავრად არის რა უნდა ვთქვათ საჯაროდ ეს გამიჩნული გვაქვს ხო აი ჩაშნელი პროტესტი მაქვს მაგაზე რა და მე მგონია რომ რასაც ფიქრობ და რაც გონია რომ სწორია ყველა მისება გააკეთოს არ აქვს მნიშვნელობა ეს პოლიტიკური ლიდერი იქნება რიგითი მოქალაქე თუ რომელიმე პოლიტიკოსი რაღაც მოქმედი თანამდებობის პირი იმიტომ რომ აი ეს არაგულწრფელობა და ეს რაღაცა პოლიტიკოსობადას თამაშია ზუსტად მერე რომ ქმნის იმ ნეგატიურ განწყობებს პოლიტიკოსების მიმართ და რასაც ფიქრობ როცა იმას იტყვი მარტივადაც ცხოვრობ ნაკლები პრობლემები გაქვს საკუთარ სიტყვისთანაც ხარ სულთან ან პოლიტიკოსებსაც საკლიათ ეს თქვენი აზრით პოლიტიკურ ლიდერებს გულწრფელობა არც რა არის თვითონ ეს შეფასებით დამოკიდებულება აი პოლიტიკა პოლიტიკა კი არ არის ეხლა ნახეთ რა უცნაურობაში ვარდებით რაღაც მოცემულობაში რომ თუ პოლიტიკა ბიძურის საქმეა და ყველა პოლიტიკოსი ბიძურია თან ვიძახი უი მე არა იცი რა მეც მინდანება და პოლიტიკა ხო ბიძურია და მე არ მინდა ამასთან წარმოიდგინეთ ხახო მე როგორც თქვათ გულწრფელი და პატრიოტული მოქალაქე დემიჯნები ამ პოლიტიკას გამოდის რომ მე ამ კონტექსტიდან ვუყურებ მე ჩემს მომავალს, ჩემი შვილების მომავალს და ჩემი ქვეყნის მომავალს ვიღაც ბინძურ პოლიტიკოსებს ვაკეთებ. ხო? მგონია რომ ისინი მიღებენ გადაწყვეტილებას. არა მგონია რომ სწორი მიდგომა იყოს ესე იგი რაღაცა ხო უნდა ვიყო თანმიმდევრულები რაღაცაში. თუ პოლიტიკა ბინძური საქმეა, მაშინ ბინძურმა ადამიანებმა ჩემი ქვეყნის მომავალი არ უნდა გადაწყვეტონ და თუ გინდა რომ პოლიტიკაში შეხვიდე, უნდა თქვა რომ იცი რა სულაც არ არის ბინძური საქმე და რასაც ოღონდ არ უნდა გააბინძურო შენ თვითონ რა. იმიტომ არის რომ მე აი ახლა მაგალითად რაც ქართულ ოცნებას დაპირებები ქონდა წინასაარჩევნო ხო იმ დაპირებების არ შესრულება ხო ძალიან ჩვეულებრივი ამბავი გახდა რა პირიქით გეუბნებიან რომ ყველაფერი შევასრულეო ხო ადამიანმა წვენების ქარხანა რო გახსნა თავის ეზოში ის ქარხანაც ჩათვალე წვენების რაღაც გადამამუშავებელი ცენტრი ის იმ ქარხანაც ჩაითვალა რასაც ხელისუფლება იყო დაპირებული ხო ამიტომ ეს უნდა გავაკეთოთ რომ ამ გამოიწვია ის რომ უკვე პოლიტიკური პარტიების დაპირებებიც კი გაუფასო და აი ეს არის ძალიან ცუდი ამ ყველაფერში ხო იმიტომ რომ ზუსტად იგივეს გააკეთებს ნებისმიერი პარტია მიცემს თავმჯდომარებას როგორც რამეთოდებითაც ვთქვათ სხვა ხელისუფლებები მოვიდა ხო ამიტომაც არის რომ ძალიან იცით რა გასაწმენდი ვართ რა ძალიან დიდი წმენდა არის ჩასატარებელი ყველა მიმართულებით რაღაცა ტიპის ავიცი შინაგანად კათარზისი გვაქვს დასავლელი გარეგნული სტრუქტურები გვაქვს დასახვეწი და აი ძალიან ბევრი რამე არის გახდა ამ ქვეყანაში გასაკეთებელი. მაგრამ ეს ყველაფერი ალბათ არის შესაძლებელი ევროინტეგრაციის გზაზე, ხო? თუ კი მუდმივად იაზრებს ოკუპაციის საფრთხე. შევდექით და თითქოს და რაღაცა ტიპის ისინი დაიწყო. აი თუნდაც იგივე რაღაც განათლება გახდა ტრენდული, განათლების სწრაფვა გახდა ტრენდული, ეხლა რაღაცა ისიც რაც მოინაცვლა, რა ვიცი, კი ხედავ და ევროინტეგრაცია არის ერთადერთი საშუალება, რაც ჩვენ დაგვეხმარება, რომ ერთადერთი გზა რაც დაგვეხმარება და საშუალება ხდება იმის, რომ ჩვენ თვითონ მოუვაროთ საკუთარ თავს. ხანდახან ამბობენ, რომ ეს ევროინტეგრაცია თითქოს არის რაღაც სხვა პოლიტიკოსების ტყუაზე სიამოვნებო. ხო, სინამდვილეში ეგ არის, აი
ევროინტეგრაცია არის ის, რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ მართლა ორფერზე დგომა და საკუთარი პრობლემების მიხედვა. წარადადგომა მხოლოდ ამ შემთხვევაში შეგვიძლია, ხო? პოზიციაც და ოპოზიციაც ამაში ვთანხმდებით, რომ ჩვენი პრობლემები ჩვენ თვითონ უნდა მოვაგვაროთ, სხვა არ უნდა მოგვიგვაროს. მაგრამ იმისთვის, რომ ჩვენი პრობლემები მოვაგვაროთ, ჭირდება ძალიან ძლავრი ინსტიტუციები, სხვანაირად ვერ მოვაგვარებთ. მაგალითად ძლიერი სასამართლო, კი დამოუკიდებელი. კარგი განათლების სისტემა, მართლაც ბავშვების განათლებაზე ორიენტირებული და არა ის, რაც ჩვენს გვაქვს, ხო? მოკლედ რა გითხრათ ახლა? ამ დროს ჩვენ პირიქით ბოლო გადაწყვეტებას ვისმენთ, რომ შეიძლება უზო რეჟიმი გაუქმდეს საქართველოსთან და შეეხოს ყველა მოქალაქეს საქართველოში. ხო, მე არ ვიცი რა იქნება ის ზღვარი და წითელი ხაზი, რაც ადამიანებს ის მასობრივ პროტესტს გამოიწვევს და ზუსტად ვიცი, რომ სადღაც იქნება ეს წითელი ხაზი. თქვენ ამის მოლოდინი გაქვთ, რომ რაღაც კიდე სხვა წითელი ხაზია, რომელიც ჯერ კიდევ არ მოსულვართ აქამდე? ცალსახად, ალბათ იქნება სადღაც ის წითელი ხაზები და ეგ ძალიან ცუდია, როცა ასეთი წითელი ხაზები არის, იქ აუცილებლად პოლიტიკოსები თუ არ არის სათავეში სტიქიური გუნდი გამოვა და ეს კიდევ უფრო არის. მეგონია, რომ ჯობია, რომ ყველა თავის საქმე აკეთოს. მადლობა, ეს ძალიან ძლიერი იყო ფილოსოფოსი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. თქვენ მას უსმენთ ჩვენს პირდაპირ ეთერში, მოდით კიდევ ერთხელ ქალაქის მოусმინოთ. სახელმწიფო მშვიდობისა, მინდა რომ გაგესაუბროთ. დღეს გახდა ცნობილი იმის შესახებ, რომ შეიძლება უვიზო რეჟიმის გაუქმება ისევ განიხილოს ევროკომისიამ და მთლიანად შეეხოს ეს საქართველოს, ანუ ეს შეეხოს ყველა მოქალაქეს საქართველოში. რას ნიშნავს ამ უვიზოს სტატუსის გაუქმება საქართველოსთვის, თქვენთვის როგორც ერთი მოქალაქისთვის? კატასტროფა რა, ერთი სიტყვით რო ვთქვა, რომ წარმოუდგენელია კარგი დემოკრატიული ქვეყნისთვის ნაირფოთერთან ურთიერთობის საშუალების მოსპობა არ იყოს გამაზიანებელი, მნიშვნელოვნად ეს არ არის რაღაცა პატარა ზიანი, იმიტომ რომ ყველაფერი ჯაჭვურად არის ერთმანეთზე გადამული, ადამიანები სამუშაოდ, საცხოვრებლად, სასწავლებლად დადიან ამ ქვეყნებში, ეს ძალიან გაართულებს კარგ ქვეყნებში სწავლასაც, მუშაობასაც, ყველანაირ პროცედურას მოკლედ. პირადად მე ამ ცდილობა რასაც არ მქონია, მაგრამ ისაც მქონია ცდილობა მანამ სანამ უვიზო რეჟიმი ვექნებოდა და იმის შემდეგ რაც უვიზო რეჟიმი დაგვიმტკიცდა, ესე ვთქვათ, იგრძნობდა ამ განსხვავებას, რამდენად ბევრ სირთულესთან და პროცედურებთან არის და ბიუროკრატიასთან ეს პროცესები დაკავშირებული. ეს აისახება როგორც ყოველდღიურობაზე, ზოგადად ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე, ასევე ადამიანების ეკონომიკურ მდგომარეობაზე, მოკლედ ყველაფერზე, იმიტომ რომ იქ წასული ადამიანები არ შეერთ აქტიურად აქ დარჩენილებს ეკონომიკის დიდი ნაწილი იწება ემიგრანტების მიერ გამოგზავნილი თანხებით. ამიტომ ყველაფერზე აისახება აბსოლუტურად და არ ვიცი, იქნებ ეს მაინც აღმოჩნდეს ის რაღაცა გადამტეხი ცვლილება, უღრყოფილი დემოკრატიული ცვლილება, რაც აიძულებს ქართულ ხალხს, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდეს, ისე ვთქვათ, მნიშვნელოვანი პროტესტი, ძლიერი პროტესტი. არ ვიცი, ნახოთ. დღეს ზურაბ გირჩი-ჯაფარიძემ დატოვა პენიტენციურ დაწესებულება. თქვენ როგორ ხედავთ პოლიტიკოსების ჩართულობას ამ პროცესში? რამე თაიმდურულები არიან, თქო, ისინი მესმის, რომ მათ დიდი ნაწილი არის ციხეში და რთულია, რომ იქიდან იყო აქტიური პოლიტიკურად, მაგრამ აი თქვენ როგორ ხედავთ პოლიტიკური პარტიების რას თხოვთ თქვენ პოლიტიკურ პარტიებს ამ წინააღმდეგობის პროცესში? ციტა ამ სიტუაციაში მართლაც როგორც განაგვიშვათ, როცა ციხეში არიან ადამიანები, რეჟიმთან ბრძოლის რაღაცა მეთოდებზე საუბარი და იმაზე საუბარი, რომ აი რატომ ვერაფერს ვერ აკეთებენ და რატომ არ არიან ისეთ იდეალურ ფორმაში და რატომ ვერ პოლიტიკოსებენ ისე როგორც იდეალურ ქვეყნებში, ხო ეს ჩემი მხრიდან არ იქნებოდა მხოლოდ სამართლიანი, იმიტომ რომ ყველაფერს შემთხვევით დავანებოთ ეს ადამიანების ხედავ ციხეში და ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ რაღაც ისეთი გააკეთეს, რაც რეჟიმისთვის დისკომფორტის შემქმნელი აღმოჩნდა და მოკლედ უმოქმედოდ არის ხმენ ესე ვთქვათ. კონკრეტულად ზურაბ გირჩი-ჯაფარიძისადმიც ძალიან დადებითად ვარ განწყობილი ესე ვთქვათ და კი ბატონო შეიძლება ალბათ უფრო უკეთესად და უფრო მეტი რაღაცის გაკეთება, მაგრამ ამ ეტაპზე დიქტატორის პირობებში ვფიქრობ, რომ ამაზე საუბარი ცოტა უყურიანია და უნდა დაუფასოთ ის, რასაც აკეთებენ. სამართლიანი იქნება ჩვენი მხრიდან. მადლობა, თქვენი სახელმწიფო გამოსცემს. დიდი მადლობა, თაკო, მადლობა.
ასეთი მოქალაქეების განწყობები და პოზიციები ბოლო ამბებთან დაკავშირებით, პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, რაც ხდება საქართველოში და საქართველოს გაარშავა. მოდი მალხაზ ირემადაც მომსმენ ასევე სახელმწიფოების მალხაზ დღეს გახდა ცნობილი, რომ შეიძლება მართლაც გაუქმონ საქართველოს უვიზო სტატუსი, ეს განიხილება და ეს ჩანს კიდევაც ბოლო ანგარიში, რაც მიიღო ევროკომისიამ და ჩანს, რომ საქართველოში დემოკრატიას აქვს სერიოზული უფლისვლა. რა შანსის დაკარგვა ეს თქვენთვის, როგორც ერთი მოქალაქისთვის საქართველოსთვის? შანსი ის რომ სულიერ ადამიანის უფლებები ხო საერთოდ წევა და გადავდივარ ზუსტად აი ჩეჩნეთის დონის ქვეყანას მსგავსებით დამსგავსებული ვარ დიდი ხანი, მაგრამ მე უკვე ვადასტურებთ, რომ ხალხის აზროვნება შეიძლება, იმიტომ რომ გასაკეთებიც თუ არ ნახა ადამიანმა ეს თუ არ შეიგზნა, თუ არ ჩავიდა, თუ არ დაინახა ის როგორ ცხოვრობს ადამიანი, როგორ შეიძლება ადამიანმა ცხოვროს, რა თქმა უნდა, ამის შემდეგ ბევრი შვილებები იქნება და ვინც მუშაობს, ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, ვინც მუშაობს, ვინც დადის. აი მაგალითად, ჩემს სახლში ბევრი მუშაობს, ტრაილერზე ბევრი მუშაობს, ჩადის რამოდენიმე თვე მუშაობს, აი ოჯახებს გაუჭირდებათ რა. ისეც ყველაფერი ხო გაძვირდა, რომ ჩამოვა სამსახურები და ახლა ფაბრიკა, რომელი ფაბრიკა გაიხსნა და რომელი გაიხსნება, ხო? და გაჭირება ფინანსური კრიზისი შეექმნება და ახლა რა თქმა უნდა, როცა ცივილიზებულ ქვეყნებს წდებით, სწრაფად მიექანები რუსეთისკენ. ანუ პოლიტიკურადაც ეს არის მნიშვნელოვანი უფლისვლა ჩვენთვის. ყველაზე დიდი მნიშვნელოვანი და პოლიტიკურად დიქტატორული რეჟიმი ყოველთვის ადამიანების ჩაგვრაზია რა ორიენტირებული და ადამიანები იქნებიან დაჩაგრულები და აი როგორც ახლა დადის ადამიანები აი თვითონ ხო არ დადიან ავტობუსებით, თვითონ არ დადიან საზოგადოებრივი ტრანსპორტებით, აი ეს ადამიანები ჩვეულებრივად ეს მეორადები რომ მოწყდები, შეიძლება ეს მეორადების აღარ შემოვიდეს ტანსაცმელი და დარჩება ხალხი თავისი უფრო არეს მდგომარეობაში. ახლა რომ დავკონკრეტეთ ეს ელემენტარულ რაღაცებზე რომ ვისაუბროთ რა. და ამიტომ ყველამ უნდა გამოფხიზდეს და უნდა თქვას თავის საქმე. ახლა ევროპაში შეიძლება არ დადიოდეს ადამიანები, მაგრამ ტელევიზორში ხედავენ როგორი ცხოვრება. და ჩვეულებრივად ახლა უნდა ფიქრობენ რომ აი ჩინეთში წავლენ და ჩინეთი კარგი იქნება და აი ნახავენ რომ ჩინეთშიც ვეღარ წავლენ და მე გვიან იქნება რა. ბევრი ხდება რაღაცებს, მაგრამ არ უნდა რომ ხმამაღლა თქვას, იმიტომ რომ ეშინია ხმამაღლა რო თქვას. მაგრამ დღეს თუ არ ვიბრძოლეთ, ხარ შეიძლება იყოს გვიან, ხო როგორც ამას ზიამაღლობელიც ამბობს ამ წერილში, იბრძოლეთ სანამ გვიანი არ არის. იბრძოლეთ სანამ გვიან არ არის, იმიტომ რომ ყოველდღიურად ფაქტურად მივდივარ უკან და უკან მივდივარ. და პროტესტის გამოხატვაც არის აკრძალული, ხო, კოალიციის რეჟიმის პირობებში უკვე ის აუქმებს პრაქტიკულად პროტესტს, ხო. ხო, ეხლა ჩვენ ვაპროტესტებთ, ვისაც შეგვიძლია ვიცი გადავდეთ ყველაფერი და ჩვენ შეგვექნა პრობლემები, ხოლმე გამოდიხარ და თავისუფალ სიტყვას ამობ, ყველანაირად პრობლემას გიქნა და ამისთვის მზად ვიყავი ჩვენ. მაგრამ ახლა ვინც არ იქნება ის ჩვეულებრივად აღმოჩნდება ამ პრობლემაში. შემდეგ თვითონ მას შეექმნება პრობლემა, როცა რაღაცა გაპროტესტება და მოუნდება, ვეღარ გააპროტესტებს. უფლება აღარ ექნება ელემენტარულად რომ გამოხატოს პროტესტი. იქნება რომც მოუნდეს უკვე პროტესტის გზნობაც აღარ ექნება რა. და ვერ გააპროტესტებს. ახლა თუ ფიქრობენ იმას, რომ შემდეგ მოუხსნიან ამ კანონებს და რაღაცა დაუბრუნდება ცივილიზებული, როგორ ახლა ადამიანი უკვე რომ მის ხერში იქნები ჩავარდნილი და უკვე გაუვა ყველაფერი, თუმცა ვერ გაუვა, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ 100% თუ არ გაუვა არანაირად, იმიტომ რომ ქართველი ხალხი ყოველთვის და ჩემს სახლშიც ბევრია, რომელიც უფრო ხმამაღლა გამოთქვას პროტესტს. დარწმუნებული ვარ ქართველი ხალხი აი ყოველთვის ნახე ყოველ მთავრობას როგორ მიუშვა ბოლომდე რატო აკეთებს ამას ერი ესე არ ვიცი საიდან მომსდევს ეს წესი ჯერ მიუშვებთ და შემდეგ ტეხავთ კისებს ყველა მთავრობები ესე იყო ამათი დღეც მოსულია რა მოსულია დღეებია დათვლილი თუ წლები იყოს არ აქვს მნიშვნელობა მუდმივი არავინ არ არის თუმცა უნდა რომ პუტინი მით მუდამ იყოს მაგრამ ეს გამორიცხულია საქართველოში ეს ბელარუსი არ არის ეს ვერ გაიგენ, კარგად, იმიტომ რომ ამათ გონიათ რომ ბელარუსიაში ნათესაური კავშირი არ არის. ხა მაგალითად მე რო დამიჭირეს, ხო? მაშინ გამოვიდა ბევრი ჩემი ნათესავები მეგობრები ისინი და იქ არ არის ნათესაური კავშირი. იქ აყავთ რამოდენიმე მეგობარი ნათესავი და აი აქ ჩვენთან ნათესაური კავშირი. ამის მოშლასაც ცდილობენ. ვიღაცა ამასინად გამოვიდა, ამბობს რომ მოიშალო ესო ნათესაური კავშირი ისო ხა
ჩვენზე დაბრალება უნდა დააკეთოთ, ვინც პროტესტი ვართ, რომ თითქოს ჩვენ ვქნით ამ ნეგატივს, მაგრამ ეს თვითონ გააკეთეს, იმიტომ რომ ადამიანი მუშაობს, ხედახა მუშაობაშია, საათებს ვერ ციტულიან ადამიანები და ყოველა ფიქრობს ფულზე რა. იმიტომ რომ ჯერ ეს ავტორიტარული რეჟიმი ყოველთვის ფულზე ორიენტირებულს ხდის ადამიანს. აი როგორც ახლა ოქრო დააწესა, ცოტა გადავდივარ თემებზე, ოქრო რო დააწესა, ოქროს შემოიტანს, ჩვეულებრივად შეუძლია რომ ოქროს შემოიტანა, არანაირ გადასახადს არ გადაიხდი და არაფერი. ამ ოქროს რო შემოიტანს, აი ვისაც დიდად უყვარს ფული და ვინც ორიენტირებულია დიდი ფულის შოვნაზე, აი იმ ხალხს აძლევს საშუალებას, რომ შემოიტანეთ ოქრო და იყავით მყარად. ჯერ თავისთვის აკეთებს ამას, ხო, გასაგებია. აი ეს ოქროს შემოტანა ეს ყველაფერი და ისინი კარგად ცხოვრობენ და დანარჩენებს აძლევენ საშუალებას. აი ვის კარგად არის, ყველას ვისცეს ღმერთმა რა ვიცი მილიონები, მაგრამ აი მათ აძლევენ საშუალებას. ის დიდარი და რატოა ღარიბი და მდიდარი და საშუალო ფენა არ არის, ხო? იმიტომ რომ ესია მომართული ავტორიტარულ რეჟიმებში არის ესეთი ადამიანები, დიდრები, გაზრუნუქებული ადამიანები. სიღარიბეს იყენებენ როგორც პარტნიორს, ხო? მაღაზიებში რა ხელფასებია, სამომწყობოებში ექთნებს ეძებენ. ეს მასე დამოკიდებულია მუდმივად ღარიბის შემდეგ რომ რაღაცა ორი კაპიკი გაიმეტოს. შეუძლიათ რომ ჩვეულებრივად ადამიანებს ვიცი ხელფასები რაღაცა შემოვიდეს ესეთი სისტემა და ეს რომელიც ამათ შემდეგ ყველაფერი ისე იქნება როგორც ცივილიზებულ ქვეყნებში ხდება, ადამიანის უფლებები იქნება დაცული და ადამიანს მიეცემა საშუალება ხელფასები იქნება ნორმალური, რომ ადამიანმა იარსებოს პენსია ესე. აი სამომწყობოში ექთანს ეძებენ, ექთანი არ ჩერდება. იმიტომ რომ ექთანს არ უღირს ეგ მუშაობა გამოდის აქეთ და გადავა თურქეთში იმუშავებს რაღაცა და იქ წავა და ვერ არ ჩეშილს. არა, ექიმებს ნახე რა ფული აქვს. ჭრიან კერავენ, მიხვალ გაჭრის, შეკერავს, როცა იყო გასაჭრელი, შემდეგ დაურიცხავს სახელმწიფო რაღაც ნაწილი თანხას, ნაწილს შენიხდი, მერე იქიდან ნაწილი მიდის მერე უკან, ფული სახელმწიფოში გარიგებული არიან, ვინ არის სამომწყობოების ხელმძღვანელობა, რამოდენიმე ადამიანი 7 სამომწყობო ერთ საათი, მეორე 3 სამომწყობო და ესე არიან ადამიანები, რომლებიც ესე ცხოვრობენ, ჭამენ, სვამენ და დანარჩენი არის ხალხი მშვიდი. დიდი მადლობა. ეს მალხაზი რემაძე იყო, მოქალაქე, თქვენ მოსუსმენთ ჩვენს პირდაპირ ეთერში, ასეთი მოქალაქეების გზავნილები დღესაც ისინი შეიკრიბნენ აქ საკონსტიტუციო სასამართლოსთან. და მათ ვესაუბრობოდით ბოლო პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით. ასეთი იყო ბათუმელების პირდაპირი ჩართვა დღეს საღამოს ესურეთ ჩვენს ვებგვერდებს ბათუმელები ჯიდან გაზეთი ჯი რომ მიიღოთ განახლებული და სანდო ინფორმაცია. მადლობა ყურადღებისთვის, მდროებით.